რა ვიცი რა კაი ფასები ახლა ძალიან ყველაფერი ძვირია მაგრამ რა ვქნათ პატარ-პატარა სვიდულობთ და ვართ ახლა შემოვედი და გევილობ ყველაფერს როგორი ფასებია ყველაფერი გაზრდილია ფასი და როგორი ახლა 83 წლის ქალმა ხარ რა გავაკეთო მე და რა უნდა ამასო კარგად იყავით ორი ჩემი ხრის მოიყარეთ შვიდობა მოგწეს ხა გამჩენმა ღმერთო და სიხარული და სიკეთე ძალიან კარგი დიდი მოლოდინით დიდი დღესასწაულია და რა ვიცი ვიხარია ქრისტიანს გამ მრავალს დაესწარით ეხლა ბაზარში ვარ და გავჩენაზე როგორ ფასები როგორია ფასები ახლა იაფია თქო რო გითხრათ მოგატყვილებთ მაგრამ რა ვქნათ წალთ წინა წლებთან შედარებით რა შეგიძლია უფრო და უფრო იზრდება მიულოცავ სრულიად საქართველოს დამამდე გაღდგომას და მინდა რომ ბედნიერება მშვიდობა ხვავი ბარაქა სულიერი სიმშვიდე უსურვა ჩვენს თანამემამულეებს და რაც მთავარია ყველაზე მეტი ოჯახში ბედნიერება და სიხარული დიდი მადლობა აღდგომა წითელი კვერცხის გარეშე არ არსებობს ვეძებ კარგ სახებავს ვეძებ კარგ კვერცხს და თუ რეკლამაში არ ჩამithვლით ამ ადამიანს აქვს ყველაზე კარგი კვერცხი რაც ვიცი ბაზარში და რა თქმა უნდა კულიჩები რომელიც ტრადიციულად მოყვება ჩვენს თუმცა მინდა გითხრათ რომ განსაკუთრებულად შემოვიდა ამ ბოლო დროს ეს რა ქვია ჩაკაფული აი რაღაცნაირად ჩემთვის ასოცირდება ჩაკაფულთან და თორნიკე ისეთ ჩაკაფულს აკეთებს რომ აი ველოდებით ახლა აღდგომას რომ ჩაკაფული მოგვიმზადოს 80 კაბეგერის ხალხი ძალიან მაყოფილია და ყიდულობს კარგი რომ ახალი მაქვს თავისთავად ლარისი იყო შაშან მართლა და წეს არ არის იმდენი ძილი 70-80 ხო დიდი ხანია ვიმუშაობ მე მადლობა ქუთაისელებს რომ მემსახურებიან მეც მემსახურები ძალიან კარგად. თქვენი შეფასებით საზოგადოება უფრო დაკისრებას ანიჭებს სოფლისთან. რა თქმა უნდა, აბა. აღდგომას შეუძლებელია სოფლის კვერცხი უნდა ყოველნაირად და ყიდულობს 80-100 ყველას მიაქვს, მაყოფილია ძალიან. ხო და მეტი რა ვიცი ახლა მეტი. გილოცავ დღესასწაულს ბატონო აღდგომას. ბედნიერი ყოფილიყოს ყველასთვის. ყველა ხალხისთვის, თქვენთვის ყველასთვის. ყველა ოჯახს ულოცავ ამ დღესასწაულს, ქრისტიანულ დღესასწაულს და წარმატებას უსურვებ ყველას. რაც იყო დაუშვათ დღესასწაულის წინა დღეებში ის ფასებია ეხლაც, მაგრამ ხალხთა რაოდენობა საკმარისად შემცირებულია. 25 ლარი ჩვენთან იგოსი. მე უფრო ვააბრალებ ქსელური მარკეტებია უკვე ყველგან საყვარელო და იქაცაა შეტანილი პროდუქცია. ესე ვფიქრობ. არ მინდა იმის ფიქრი, რომ ქვეყანაში ხალხი არ არის თქო. ამის ფიქრი ძალიან ცუდია. და ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო ქსელურ მარკეტებში არის და ყველა უბანშია და ალბათ ხალხის ნაკადი იქ უფრო არის. ეხლა აქ უფრო გლეხის პროდუქცია ჩვენთან ბაზარში. მე ახლა დღესაც რაჭიდან ჩამოვდი ძალიან კარგი მიგოზი. ისე რომ ქსელურ მარკეტებს ეს არ ამგონია რო გქონდეთ. ჩვენთან უფრო მაინც სოფლის პროდუქცია. ყველი, კვერცხი, მიგოზი, ჩვენთან მაინც გლეხის პროდუქცია. მოუწოდეთ ხალხს ბაზრისკენ. კაია, ფუიტუგა კაია. როგორი ფასები არის წელს? ძვირი ძალიან სხვასთან შედარებით ძალიან ძვირი ფასები არის. ნახოთ. მაინც ყველაზე მეტად გაზრდის ფასი გაზრდება. მაგალითად დღეს ეკალა 20 ლარი დღეს. და შეიძლება ეკალა 20 ლარი ღირდეს. და სხვა ყველა შედარებით ყოველთვის ასია დღესასწაულზე და ყოველთვის იმატებს ფასები. და შესაძლოა კონკრეტულად ვერ იტყვი რომ მეზე და ერთადერთი ყველაზე მეტად ეკალა მეცა თვაში. კვირას 10 ლარი იყო, დღეს 20 ლარია. ნამდვილად ვამბობ, დღეს ხალხი მოძრაობს. არ ხუმრობ. დალაგებასაც ვეღარ აუდივარ მაცივარში ტავარისას. იმედია ჩვენი ქართველობა საქართველოში მბრობად ვიქნებით და არა, იგივე, არაფერი, სოვა არაფერი. უბრალოდ ხალხის მოძრაობაა ძალიან შეჩერებული.
ძალიან. ამის მიზეზი უმუშევრობა, ხალხი საქართველოსდან გაქცევა. მეტი რა უნდა იყოს. მეტი ახლა ქართველები ყველაფრის ახლის მოძიები ხალხი ვართ, ყველაფერი კაის ვისურვებდით ჩვენ, ისეთი კაი ხალხი ვართ, ქართველობა ყველაფერი კაი გვინდა და რა ვიცი, იმედია. უმრავლესობა კი, უმრავლესობა, მაგრამ ბაზარში რომ ახალი ტავარი არის, ცხელი მოგვაქვს და სუწვანილი ხორცი გინდა ყველაფერი ახალი რო არის, ისეთ მარკეტებში არ არის. და ძალიანაც ცდებიან რომ იქით მიდიან ხალხი. რა ვიცი, მაგათინება არის. რა ვარო საპრაზნიკია, მე ასე ვფიქრობ, მაინც აქითაც მოდის რა ხალხი. წელი 3 ლარი ხალბატონო. აი რომ მოგვიმოცოთ ისეთი და რა ხალხი მრავალ კარგებს, მრავალ აღდომებს. საზოგადოებას ვეთყოდი რომ ჩვენი ქართველობა ყოფილიყოს ჩვენ საქართველოში, ლომად ყოფილიყეთ, აი ვიტყვი რომ ქართველის დანახვა ბაზარში მენატრება. უმეტესად უცხოელები დადიან და ვისურვებთ რომ საქართველოში ქართველები ყოფილიყავთ გამრავლებული და გახარებული. და მრავალ კარგ დღეებს დავესწროთ სულ და ერთიანად. გლეხის შრომას რო დავაფასებთ, მე გაჩერდება საქართველოში ხალხი. აი, გლეხის შრომა უნდა დაფასდეს. და პროდუქტი ისეთი რამ არის, გლეხი უნდა დაფასდეს. აუცილებლად. და მე დავაფასებთ ერთმანეთსაც, ჩვენ შრომასაც. რა ვიცი, აბა. ხალხს შეეთყობა ფული არაა და ანდა უпроსტორად მარკეტებს უფრო მიეჩნიენ ქსელურებს და იქ ყიდულობა და ჩვენ თქვენც კი ხედავთ აგერ ამ დროს სხვა დროს გადაჭედილი იყო ბაზარი და ახლა ძალიან თავისუფლად ვართ. აქ ახლა ბაზარში უფრო ხარისხიან ყიდულობა. სულ ხარისხიანია, აქვთ რა თქმა უნდა ნაკლები ხარისხიცაა და არის კარგი ხარისხიც. შეგიძლია არჩევანი გააკეთო. და უფრო არის ქართული პროდუქცია. რა თქმა უნდა, უფრო არის ნატური პროდუქცია ვიდრე სუპერმარკეტებში. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რომ გლეხის შრომა დავაფასოთ და ყველაზე რაც ყველაზე ძალიან გვჭირდება, ახლა გვჭირდება გლეხს რო დავუდგათ გვერდში და ავაღორძინოთ სოფელი, რომ რაღაც ნატური ჩვენმა მომავალმა შეჭამოს. ჩვენ ვერაფერს პრაქტიკულად ვერ ვღებულობთ. აქაც კიდევ გონია რომ ვყიდულობთ საუკეთესოს და რომ მივიტანთ სახში ისეთი გემო და ისეთი ის არა აქვს, რაც უნდა გქონდეს. შეძლებს და გვარად. ამ დღეს ყველა ემზადება. აქ აქვს საშუალება თუ არ აქვს, მაინც რაღაცას ყველა აკეთებს ეკონომიას თვის მანძილზე და 2 თვის მანძილზე, რომ ამ დღეს შეხვდეს და რაღაც გააკეთოს, ხო? ეს ტრადიციაც თუ დავკარგეთ და ამ დღესაც თუ ვერ შევხვდით, ჩვენ მერე всё აღარ ვართ უკვე საერთოდ. არაფერი აღარა ვართ. წელს კი არა საერთოდ არ არის ხალხი ბაზარში, არ არის, არა. არ დადის ფასებმა ახლა პრაზნიკის ბაზარია და ცოტა მოიმატა ფასებმა, მაგრამ მომატებით ახლა რა გვინდა რომ მოიმატოს, მყიდველი არ არის. რა ვიცი, გაჩერებული ვართ აგერ, ვერაფერს ვერ ვყიდით. არ არის მუშაობა, ყველგან ყველაფერია და კლიენტი ჩვენამდე მაინც ვერ მოდის, იმიტომ რომ გარეთ ხდება. იქ პადლებში ხდებათ, აქეთ კიდე ყველი იყიდება და რა ვიცი, ვართ ასე. რამდენად შეესაბამება ის ხარისხი და თქვენი ხარისხი? ჩვენი ხარისხი ახლა ჩვენ სუფთად მაინც ვართ. ახლა სად ქუჩაში გაყიდული ყველი და სად ახლა აგერ მაცივრებზე კომფორტულად ვართ. აი მე გლეხის შრომა უნდა იყოს დაფასებული, მაგრამ რო არ არის, ეგია უბედურობა. ყველი ახლა 13-14 ლარი ცოტა ძალიან ძნელია გლეხისთვის. საკვები გაძვირებულია. ცოდვა გლეხი, ძალიან ცოდვა. შრომა ბევრი უწევს და ფული არა. ახლა ეძებენ ძეს, იმიტომ რომ პასკებისთვის სჭირდებათ, ნამცხრისთვის სჭირდებათ და ახლა დიდი მოთხოვნილება არის ძეზე მაგალითად. ყოველი მეორე კითხულობს ძეთო გაქვთ, აი ასე. სოფლის რძეზია ლაპარაკი აქ ახლა. ლიტრა ღირს 3 ლარი. არ არის მომატებული, არაფრის ფასი არ აქვს. თბილის ჩვენ არ უმატებთ და ღერღის. რაც იყო თავიდან არის ის. ხალხი არ ცოტა ამოძრავდა დღეს. ისე მაგრამ მაინდა-მაინც არა.
ძალიან ცუდი გიყონდა ბაზრები უკანა პერიოდი. დღეს ცოტა ამოძრავდა, ცოტა. მეტი რა. რატო და წასული არიან საზღვარგარეთ ყველა ქალბატონი და ყველა მიდის და 3 ლარი. 5 ლარი ღერღი. რაც ღირდა თავიდან ბოლომდე ჩვენ არ უმატებთ პარ. სარდო პრაზნიკზე სულ კარგია ბაზარი. დანარჩენი დღეები მითხარ. ხალხი ხო თავშენახულია და უცებ იგი მე ვიზარი დევიძინებთ. წიდა ისია არ გაძვირებული არაფერი. არა როგორ ემზადებით აღდგომას? თქვენ გაწყობა კარგი გვაქვს ორი. ერთი სამი დღე დასვენებისგან და კეიფი და მიდი. სახში როგორია სამზადისი? საუკეთესო. ყველაფერი კარგი. ხორცი არ აქვს საკიდები, როგორც ასეთ. სოფელში ცხოვრობ, ყველაფერი გვაქვს, ხათაბი, ღვინო, გოჭი, გლეხს, პატრონი არ აქვს, მაგრამ გლეხი დაფასებული უნდა იყოს. საქონელი აღარ ეშოება. ქართული ხათაბი აღარაა, ქართული გოჭი აღარაა. სოფლები დაიკეტა, რა ის დაფასება, სადა დავჭი ჩვენ აღა ეს ჩვენი პაკალენია, მაგრამ მე ახალგაზრდა თაობა ნათორებული. სოფელს ყურადღებას არ იმარაგებს. ძალიან ცუდად წავს, ხორცი არის შეიძლება. არის შაბლტანელები და შაბლსულები და სიბიდი, ქათვა, რაჯობია სოფლის დედალს. ბროილერს გარ სოფლის დედალი. ყული ვა. მე ვყავს სოფლის დედალი. თეორობას კი არ აღავს. ჩავაზი, ჩამოდალი პრემიქს არ ხორცები. არ არის ბედისკეს მაგარი. თან ხარს უფასო ფული მიცე. და ეს სოფლებში გაჩერდება ხალხი, ქალაქშიც გაჩერდება და საქმონე ხალხი. ყველა გარბის ბერი ახალგაზრდა თუ მოხუც. ნახა დღეშია ხალხი. რას მელაპარაკები, ბებოში, გაიხედე. ეს ერთი რია, ის მეორე რია და იგი მეკაჭკი ეგეროდგი. ეგენი შეხედე თუა. ეგიც კიდო იგი არის, რა ქვია, ამისი შვილი არის, აგეროდგია. შვილს რა თუნდა ხა მაგის სიყველი. გახედი ახლა, აქეთ თუ ვინმე აყიდველი, აქეთ თუ ვინმე აყიდველი. ვართ ასე მოწმეებით. რას მელაპარაკები შენ? რას მელაპარაკები და 25 ლარს მიმაშობი? მაგას დედაჩემი წახან გეუნებოდი კბილის ჩხიკს უძახოდა. კბილის ჩხიკი ხო იცლები, არც გაგაძღებს, არც დაგარჩენს. არც მოგარჩენს, არც არაფერი. რა იყო შეკაცო, რითი ვერ დამთავრდა, იმან ამდენი რამე აქვს, ამ ჩვენი კაი კაცი ივანიშვილს და მიცეს ამ ხალხს საშუალება ბიუჯეტი, ჯიბეკი არა, ჯიბეთოა ჩამიდონ, აგერ რამე. რამხელა ჯიბეები მაქვს, შეხედე? ბიუჯეტი არის ხალხის, ჩემიდან, აქიდან მე ეს კაი ხალხი, აგერ რა ჩემი უფროსობა, თბილი წყალი, ცივი წყალი, აგერ ასე ვართ ამ აგენიდან, კიდე მაგენი ვარ გვიწყობდნენ ხელს. დამთავრებულ წუთს სოფელში ვიქნებით. დაწყობენ ხელს, სასწაული უფროსობა გვყავს. მაგენმაც მოგვაქციონ ზევით ყურადღება. ბიუჯეტი ჯიბეში კი არ უნდა შეიდვან და იგი ხალხისაა, იგი ხალხმა შექმნა ეს ქვეყანა, ეს ფაბრიკა, ეს ქარხანა. ხალხის არის ეს ქვეყანა. და ამიტომ ასია, ეკონომიკა უნდა გამეიყონოს, ეკონიშნავს კანონს, ნოკიშინა მეურნეობას. ამიტომ ეს შინა მეურნეობა უნდა გავაძლიეროთ.